კოლოსეუმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა აპენინის ნახევარკუნძულზე. ანტიკური ეპოქის მონუმენტური ნაგებობა რომის ისტორიულ ცენტრში, მარადიული ქალაქის შუაგულში მდებარეობს. ქალაქის სახელწოდება კოლოსეუმი მოდის ლათინური სიტყვიდან კოლოსეუს, რაც უზარმაზარს ნიშნავს. ასე მიიჩნევდნენ მას რომაელები ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში, როდესაც შენობების უმრავლესობის სიმაღლე 10 მეტრს არ აღემატებოდა. კოლოსეუმს ფლავიუსების ამფითეატრი ეწოდებოდა, ვინაიდან იმ დროს აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვის 72-80 წლებში, როდესაც რომის იმპერიის სათავეში ფლავიუსების დინასტიის წარმომადგენლები იდგნენ, კერძოდ ვესპასიანი და ტიტუსი. მშენებლობაში 100,000 მათხვემდა მონამ მიიღო მონაწილეობა. ამფითეატრში 50,000 დასაჯდომი და 18,000 დასადგომის ადგილი იყო. ძველ რომში კოლოსეუმს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ის იყო იმპერატორების, სენატორების და დაბიოების, პლებეებისა და პატრიციების, ქალაქელებისა და სოფლელების თავშეყრის ადგილი. აქ იმართებოდა როგორც გლადიატორთა სასტიკი სისხლიანი ორთაბრძოლები, ისე მასობრივი გასართობი და სპორტული ღონისძიებები. სწორედ ამ დროს ეხება ძველ რომაელი სატირიკოსის იუვენალის ცნობილი სიტყვები პური და სანახაობა, როცა ხალხი მხოლოდ ამ ორ რამეს მოითხოვდა, რასაც პოლიტიკოსები თავიანთი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და მოსაპოვებლად იყენებდნენ. კოლოსეუმი მნიშვნელოვნად დააზიანა ჯერ საშინელმა ხანძარმა 217 წელს, შემდეგ კი ორმა მიწისძვრამ 422 წელს და მე-6 საუკუნის დასაწყისში, მაგრამ მისი აღდგენა მოხერხდა. გლადიატორთა ბრძოლები მე-5 საუკუნის შუა წლებამდე გრძელდებოდა, სანამ იმპერატორ კონსტანტინე პირველმა არ აკრძალა. ბარბაროსების შემოსევამ ფლავიუსების ამფითეატრის ნგრევას დაუდო სათავე. ამფითეატრი ხან სასაფლაოდ გადაიქცა, ხან სახელოსნოებად, ხან საცხოვრებელ სახლად, ხან ქსოვილების ფაბრიკად, ხან საძოვრად, ხან ნაგავსაყრელად. შენობა ნაწილობრივ დაანგრია 1359 წლის ძლიერმა მიწისძვრამ, ჯერ ჩამოვარდნილი ქვები გაზიდეს სასახლეების სამშენებლო მასალად, შემდეგ მასიური კედლების დაშლა დაიწყეს. ამფითეატრი მარადიული ქალაქის ნამდვილ სიმბოლოდ და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირსშესანიშნაობად გადაიქცა. 2007 წელს რომის კოლოსეუმი მსოფლიოს ახალ საოცრებათა სიაში შევიდა.